ესე ყველანაირი ეფექტი გვაქვს ახლა რა. აბსოლუტურად ყველანაირი. კონდიციონერის ხმა ხო არის? გარეთ ზაღლების ხმა არის. Good evening Vietnam. ახლა არის 23 საათი და 26 წუთი. 15 აგვისტო. თბილისში არის 21 გრადუსი. გამარჯობათ ვირფასებო, გამარჯობათ. ბატონების ბატონებო, უბატონოებო. და ბატონო და ბატონო ქალბატონებო. დიახ. ჩვენ ვართ ფემინისტები. ხო, ამდენი ხანია, დაახლოებით უკვე 10 დღეა, თქვენთან კონტაქტზე არ გამოვსუვართ. 10 დღე გავიდა. კი, პირველი ვიდეოს დადებიდან უკვე 10 დღე გავიდა. 370 ადამიანმა ნახა ჩვენი სიბოდიალე მშოტიალობა და მჟუტური. ჩემთვის სამწუხარო არ არის, იმიტომ რომ 1 საათიანი ვიდეო ფაქტიურად 370 ადამიანმა დაკლიკა 1 საათიან ვიდეოზე. და მე ყვაყოფილი ვარ ამ ყველაფრით. შია პრობლემა. თქვენშია პრობლემა. მე არ ვფიქრობ, რომ თქვენშია პრობლემა. ეს ფიქრობ, ეს უმადური არის და უნახავი არის ყველანაირად. ხო და მოკლედ, ამდენი ხანი ვარ გაგვეწეოს. და უნახავი რატო არ მევფიქრობ, რომ 360-ით მეტი ნახვა გქონდა, ვიდრე უნდა გქონოდა. 360-ით მეტი. ხო, ანუ 10 კაცი მასკენი ჩაბუაჭერი? ის 10 კაცი არის ნაღდები. ნაღდები, ხო. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში თქვენ იმის გამო, რომ გამოგვეხმაურეთ, მოგვეცით საშუალება, რომ ჩვენი ბჟოტიალისთვის უფრო მეტი შედეგიანობა მიგვეცა და შემდეგი ვიდეოც დაგვეტო. მით უმეტეს გამოხმაურება ისეთი ქონდა ჩვენ ვიდეოს, რომ ზოგიერთი ჩვენი მეგობარი და ასე შემდეგ იყო, მაგრამ ზოგიერთი ისეთი ხალხი იყო, რომელსაც მე პირადად არ ვიცნობდი. და ამ ადამიანებთან გულწრფელად მინდა ყველას დიდი მადლობა გადაუხადო კომენტარებისთვის. მეტი აქტიურობა ასევე არ დაგავიწყდეთ. აქეთ წინასწარ შეგახსენებთ, არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა. დალაიქებაც არ არის აუცილებელი, მე თვითონ უფრო მეტად დალაიქონგას. აი ბატონო, დალაიქეთ. ზარი არ ჩართოთ მარტო დანარჩენი. ზარი არ ჩართოთ, დანარჩენი მარტო რაც გინდათ ისქენით თან დალაიქეთ, თან გამოიწერეთ, რაც შეიძლება მეტი კომენტარები. გადაცემის ბოლოს მე ვთქვი, რომ გამოგეგზავნათ თქვენი დეითების ისტორიები და რამოდენიმე გადარეულმა ხო ჩვენს მეილზე, რომელიც აღწერაში არის და შეგიძლიათ ნახოთ და ასევე თუ ექნება თქვენ საინტერესო დეითების ისტორიები გამოგვიგზავნოთ. ჩვენ მას შევაფასებთ, გადავიკითხავთ აქეთ-იქით და წავიკითხავთ ჩვენს გადაცემაში, ასევე გამოხატავთ ჩვენს ინტერესს. ჯერჯერობით რადგან საშუალება არ გვაქვს იმისი, რომ ეს ყველაფერი დავაფინანსოთ და ვინმეს შემდეგ სურვილი თუ ექნება, რომ სიტყვაზე ამ პირველი დეითის დროს არ გაუმართლა და აქვს სურვილი, რომ მეორეზე წავიდეს, ჩვენ ოდესაც გამოგვიჩნდება შესაძლებლობა ამ ადამიანებს ჩვენ დაუფინანსებთ შემდგომ დეითს და ამის პირობას გაძლევთ. მე გაძლევთ. ეს ამას კრინჯობად მიაჩნია ეს ყველაფერი. მაგებზე კიდია, მაგრამ მაინც. ის დაგვაუწყლა შეჩემა. რა. თქვენ დაგიბრუნდათ ნუგზარ არჩვაძე. და ომარ ხელაშვილი. მე თავიდანვე უნდა ჩავსვათ მაშინ. ესე იგი არა უშავს. ესე იგი ვინ ვარ? მერე იყოს. ვინ ვარ მე? ომარ ხელაშვილი. ნუგზარ არჩვაძე. ნუგზარ არჩვაძე. კი ბატონო ნუგზარ. დიახ ბატონო ომარ. დიდი ხანია არ მინახი ხართ, უკვე დაახლოებით 1 კვირა გავიდა. ბოლოს გნახეთ უკვე სასკინტიეს რო ანგრევდით. დიახ. ხო, ეს ვიდეო მაღაზია არის რა. ეს ვიდეო არის თავიდან ბოლომდე მაღაზე. ცხონებული პაპაჩემის სამტრედეს ვანგრევთ. და კომენტარს ვაკეთებთ რაზე მინდირანი მოვლენებს. მინდირანი მოვლენებს. კი ბატონო, ჩვენ გარშემო მინდირანი მოვლენებს თუ სამყაროს გარშემო ახლა. ჩვენს გარშემო ამ წამს ტრამპი და პუტინი ხვდებიან ერთმანეთს. ამ წამს ტრამპი და პუტინი ხვდებიან ერთმანეთს და მაღაზია არ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ყლეზე ვკიდია ალიასკაც და ყველა ის დათვი, რომელიც ალიასკაზე ცხოვრობს. გრიზელი. ალიასკა კაია. ნოტუა კაი რით არის კაი? გამოგვიწერეთ და საუნა არ ახვდიბებს. ექნებათ ბიჭო ასი ძახი. რა ყინულში ჩადიან ერთი და დათვებს დასდებენ ყლეებივით რა აქვს მეტი. საუნა. სასი არ არის. არ ვიცი, მოკლედ, მე კომენტარებს გადავხედე. ხო და აქვე მიმართვინა გავაკეთო იმ ადამიანებმა, რომლებაც გამოგვიწერეს და ასევე კომენტარებში დაგვახვედრეს. ჩვენი მაგი და ისევ ყანყალებს. ჩვენი მაგი და ისევ ყანყალებს, სული ყანყალებს, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი გადაცემის სპეცი. ასევე იმ ადამიანს მინდა მივმართო, რომელმაც მაგიდის გადაწმენდისკენ მოგვიწოდა.
ჩემი აზრით თუ საშუალება გაქვს მეგობარო შეგიძლია გვიყიდო ანსველი სალფეთქიან თუ გინდა თავად თვითონ მაგიდა დაგვასპონსორე მოკლედ შეგიძლია დაგვასპონსორო არ არის პრობლემა ჩვენ მაგიდას ვიყიდით ან მრგვალ მაგიდას ვიყიდით რომ ორივე დავეტიოთ კარგად თან ჩვენ მრგვალი მაგიდა დარწმუნებული ვარ შეგვეფერება სამკუთხედი მაგიდა კაი მათ აწვეტებში დავდგეთ და არასდროს არ მოვიყვან ცოლს ჩვენ გვაქვს ეგ ის მიმართვა მე ვარ დაუქორწინებლები ხო და მაგიდას ფერი აქვს ესე თან ფერი აქვს ეს ხო და ეს რაცა უნდა გადაწმინდო მაინც ასეთი ფერის იქნება ეს არის კომუნისტების ფერი როგორი ძღნერიანების კომუნისტები იყვნენ ზუსტად ეგეთი ძღნერის ფერი მაგიდა გვაქვს ხო და მოკლედ მე აქ ნახე ბატონი Uncle Angelina Jolie-ის ბიძის კომენტარი ბიძია ჟოლო ბიძია მე ამას კითხულობ როგორც Uncle Jolie Uncle Jolie არის მაგრამ ბიძია Uncle Jolie Angelina Jolie-ის ბიძია Angelina Jolie-ის ბიძია მოგწერა ბიჭო მაიცა ბრაზილიაში დაგვაპატიჟა და თან ამოდროულად ჩვენი ქონდა თბილისის ფორუმზე წავიკითხეთ პიდარასტობა თუ არა წვრილი სიგარეტის მოწევა ხო და ამ ადამიანს დაგვიწერო მეც რაღაც სალაპარაკო გამიჩინაო წვრილ სიგარეტზე და ამ ადამიანს გადავედით YouTube channel-ზე და შვენიერი რაღაც მოკლე მეტრაჟიანი თავისი მოსაზრება აქვს სასირეთზე გაკეთებული და ასევე აქვს ძალიან მაგარი სიმღერა Can I put balls in your jar ხო და მე მინდა მიმართო ამ ადამიანს ეხლა თუ გიყურებ ჩვენს მეორე ეპიზოდში შეგიძლია შევეხმიანო ჩვენს მეილზე დაგვეკონტაქტო მოდი ჩვენს გადაცემაში და თუ გაგიჩნდა გრძნობები წვრილი სიგარეტის მიმართ შეგვიძლია ერთად დავწეროთ სიმღერა წვრილ სიგარეტზე კი ჩაგვიგდა შენი პირადი ნომერი დაბადების თარიღი მამის სახელი 3-4 ფოტო დანჩენს დაგაკავშირდებით ჩვენ დანჩენს დაგაკავშირდებით და თუ სურვილი გექნება მობრძანდი ნებისმიერ თემაზე რაზეც გინდა ვისაუბროთ რა გაწუხებს რა არ აწუხებს ადამიანს Angelina Jolie-ის ბიძია რო ხარ ეხლა რა უნდა შეგაწუხოს აი რა ფიქრებმა უნდა მოგიაროს თავში მაგას გავიგებთ შემდეგ გადაცემაში მაგას გავიგებთ ჩვენი გადაცემაში კი ბატონო და ასევე და სხვა კითხვებს გავცემთ პასუხს კი ბატონო ასევე იყო მარი შანშო გადავედი და რაღაც კონცერტები ქონდა გადაღებული და ჩემი საყვარელი პოდკასტია უკვე ჩემი favorite podcast-ია უკვე ხო და ფავორიტი არის საყვარელი ესე იგი ჩემი საყვარელი პოდკასტია უკვე და მარიამ შანშაშვილსაც მივმართავთ აქედანვე მე მივმართავ უბრალოდ რა გაწუხებს რა როგორ ასე შემდეგ რა ავანჩავანის ბრძანდებით და როგორი მიმართულებით ათქრით მობრძანდით ბატონო თქვენც ჩვენთან არ არის პრობლემა ჩვენი გადაცემა ოკრო-ბოკრო არის იმისთვის რომ მოვიჭიოთ ზოგადად მე და შენ კი ვართ შეთანხმებული ამ ყველაფერზე მაგრამ თქვენც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს ოკრო-ბოკროში რა აწუხებს რა საქმიანობის არის ნებისმიერი ადამიანი პროფესიის ასე შემდეგ შეუძლია მოვიდეს და ილაპარაკოს იმ თემებზე ოღონდ წინასწარ უნდა შევითანხმდეს მარტო საუბარი არა მოქმედებაც გჭირდება რაღაც ხო იმ მოქმედოს რაღაცები ნებისმიერ დანარჩენებს ძალიან დიდი მადლობა აი როგორ გავითვალისწინებთ მაგიდის ყანცალს გადაწმენდას ასე შემდეგ არ ვიცი ეს ყველაფერი შეგიძლია თქვენ გამოასწოროთ და ჩვენ აღწერაში ასევე არის ჩვენი შესაძლებლობების გამოსწორებისკენ მიდრეკილების გზა და შეგიძლიათ გვიბიძგოთ ამ ხრივ ზერა იგულისხმ დონაციის ლინკი ვაუ როგორი ნონჩალანტი შემოსლა იყო ხო ერთი კვირის წინ ჩემს სოფელში ვბრძანდებოდით მე ბატონი ოთარი და ჩვენი მოგებარი გურგენი და ვანგრევდით ცხონებული პაპაჩემის აშენებულ სამტრედეს რომელიც გამოირჩეოდა ბევრი ლურსმნით ბევრი წვალებით და ბევრი ზღნერით ბევრი სკლინტით ის დაფრინავს აუ გაჯვირა თუ გამოჩნდა კაცში იყოს კიდე გამომდინარე რომ პირი მოგვეტყნა ძალიან თავისუფლად ვერ დავდეთ ვიდეო პრობლემად თუმცა გადავიღეთ ტაიმლაპსი ამ ყველაფრის და შეგიძლიათ დატკბეთ ამის ყურებით და თან მოგვისმინოთ რაღაცებს ვიბჟეტურებთ როცა ჩემმა მეგობრებმა გაიგეს რომ პაპაჩემის სამტრედეს ვანგრევდი ბევრს გაუჩნდა შეკითხვა რატო ჰქონდა საერთოდ სამტრედე და რა მუღამი აქვს ტრედების ყოლას ადრე როცა პაპაჩემი ახალგაზრდა იყო ბევრს ყავდა ტრედი სხვა მიზნის გამო უბრალოდ ვიზუალური ესთეტიკა მოსწონდათ
საფოსტოდ იყენებდნენ, სარბოლოდ იყენებდნენ. ბევრი სხვა მიზეზი ჰქონდა. მაგრამ მე გადავწყვიტე ჩავძიებოდი ცოტა ისტორიულ ამბებს, ტრედთან დაკავშირებულ ისტორიულ ამბებს და კონკრეტულად ტრედის კლინტთან დაკავშირებულ ისტორიულ ამბებს და აღმოაჩინე რამდენიმე დეტალი. პირველ რიგში ეს ყველაფერი აღმოაჩინე ერთი მოგზაური ვლოგერისგან, რომელიც შუა აზიაში ჩავიდა და ერთ-ერთმა შუა აზიელმა უთხრა, რომ ტრედის კლინტი ეს თავისუფლებაა. ბევრს ქონა შეკითხვა, რას ნიშნავს, რატო არის ტრედის კლინტი თავისუფლება და ბევრი ვიკვლიეთ, ცოტა აღმოაჩინე ასეთი ამბავი, რომ ტრედის ნაკელისგან მზადდება დენთი. ტრედის, ღამურის და ზღვის მფრინველის ნაკელისგან მზადდება მაღალი ხარისხის დენთი. მთავარი კავშირი ტრედის კლინტსა და დენთს შორის არის ტრედის კლინტში შემავალი კალიუმის ნიტრატი, რომელიც დენთის აუცილებელი ინგრედიენტია. დენთის კლასიკური რეცეპტი არის 75% კალიუმის ნიტრატი, 15% ნახშირი და 10% გოგირდი. ევროპაში ბუნებრივი სახით კალიუმის ნიტრატი ცოტად გვხვდებოდა. ამიტომ ინდუსტრიული ქიმიის აღორძინებამდე მას ამზადებდნენ ნიტრატების გამოყებით ორგანული ნარჩენებიდან, ანუ ტრედის კლინტისგან და სხვა ფრინველებისგან. ტრედისა და ღამურის განავალი განსაკუთრებით ფასობდა იმ დროს, რადგან აზოტით არის მდიდარი, ნიადაგთან და ორგანულ ნარჩენებთან შეხებისას ბაქტერიები შარდოვანას გადაქმნიან ნიტრატებად და ეს ნიტრატები შემდეგ იფილტრება წყლით, კრისტალიზდება და იწმინდება სუფთა კალიუმის ნიტრატად, რომელიც უკვე შეიძლება გამოიყენოს დენთის დასამზადებლად. წარმოების მეთოდი ინდუსტრიალიზაციამდე იყო ასეთი. ტრედის ან ღამურის ნაკელს ვაგროვებთ, ვურევთ მას ნიადაგთან, ჩალასთან, სხვა ორგანულ მასალასთან და ვაკეთებთ კომპოსტს. პატარა საწოლებში. ხანგრძლივი დუღილის ან დიდი ხანი დგომის შემდეგ, რაც თვეები ან შეიძლება წლები გაგრძელდეს, ბაქტერიები ამუშავებენ ამ ნარჩენებს და ნიტრატებად აქცევენ. ნიტრატებით გამდიდრებული მიწის გამორეცხვა წყლით ხდება და მიღებული სითხე აორთქლდება, რომ დატოვოს უკვე ნარჩენი, რაც გვჭირდება. შემდეგ ნედლი კალიუმის ნიტრატი, რომელიც უკვე კრისტალიზებული არის, ხარისხდება, იწმინდება, შეურევენ გოგირდს, ნახშირს და დენთი მზად გვაქვს. ტრედის კლინტს ასევე უკავშირდება მრავალი ისტორიული ფიგურა, მაგალითად ჯორჯ პირველი, იგივე გიორგი პირველი, რომელიც იყო გაერთიანებული სამეფოების ინგლისის მეფე 1727 წელს. მისი მეფობის დროს გამკაცრდა კანონმდებლობა, რომელიც ტრედის ნაკელს სახელმწიფო რესურსად აცხადებდა, რადგან ის აუცილებელი იყო დენთის დასამზადებლად და შეუტიეს მემტრედეებს გიორგი პირველის დროს. ტრედის კლინტი არამხოლოდ სასუქად გამოიყენებოდა, არამედ სამხედრო ინფრასტრუქტურის ნაწილიც იყო, როგორც ხედავთ. გიორგი პირველის შემდეგ დიდი დრო არ იყო გასული და ამერიკის სამოქალაქო ომის დროს გახდა ერთ-ერთი მთავარი ნივთიერება, რომელიც კონფედერანტებს სჭირდებოდათ. ამერიკის სამოქალაქო ომში ასეთი ნივთიერება გუანო გახდა ძალიან მნიშვნელოვანი. გუანო არის ღამურებისა და ზღვის მფრინველების განავალი. ამ პერიოდს გუანოს ეპოქა დაარქვეს, რომელიც 1840-იან წლებში დაიწყო და 1870-იან წლებამდე გრძელდებოდა. ევროპა და ამერიკა პერუს ზღვიდან გუანოს დიდძალ ოდენობას იღებდა და იყენებდნენ ისე როგორც სასუქად, ასევე დენთის საწარმოებლად და ამერიკის სამოქალაქო ომის დროს 1861-1865 წელს კონფედერაციას აუკრძალეს საზღვაო ბლოკადის გამო უცხოური ნიტრატების მიღება, ანუ ფიზიკურად წლომა აღარ ქონდათ უცხოური ნიტრატებზე, ამიტომ დენთს ვეღარ აწარმოებდნენ და ამერიკის სამხრეთმა მიმართა შიდა მღვიმეებს, რომლებიც ღამურების გუანოთი იყო მდიდარი. განსაკუთრებით ტენესიში, კენტუკიში, ვირჯინიასა და არკანზასში. კონფედერაციულმა ნიტრატის დამამზადებლებმა სისტემატურად დაიწყეს გუანოს შეგროვება და გადამუშავება, რათა შეიარაღების წარმოება არ შეჩერებულიყო და დაეხმარათ. ვერ მოიგესო, მაგრამ დაეხმარათ ბრძოლაში კლინტი. მოკლედ რომ თქვათ, ინდუსტრიული ნიტრატის წარმოებამდე
სახელმწიფოები ძლიერ იყვნენ დამოკიდებული ფრინველისა და ღამურის განავალზე, ანუ მტრედის განავალზეც, რასაც ჩვენ ვიდეოშიც ხედავთ, რომ დენთი ეწარმოებინათ 50-იან წლებში. იმდენად კრიტიკული გახდა სკლინტისგან დენთის წარმოება, რომ ამერიკაში 1856 წელს მიიღეს გუანოს კუნძულების აქტი. რაც მოიცავდა იმას, რომ ნებისმიერ ამერიკელ მოქალაქეს უფლება ჰქონდა, რომ აღმოეჩინა უცნობი კუნძული გუანოს საბადოებით და ის ამერიკის სახელით მიეთვისებინა. არ იყო აუცილებელი, რომ ეს კუნძულები ყოფილიყო ამერიკის მახლობლად, ისინი შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ყოფილიყო. კანონი ფაქტობრივად სტრატეგიულ რესურსად ბჭყალებში აქცევდა მტრედის სკლინტს და არა მარტო მტრედის. ამ აქტის საფუძველზე მაშინ 70-ზე მეტი კუნძული იქნა დაკავებული და მათ შორის ისეთები, რომელიც დღესაც ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაა, მაგალითად ნავასას კუნძული კარიბის ზღვაში. როგორც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, მტრედის, ჭიტის და ღამურის სკლინტი მიიჩნეოდა ძალიან ძვირფას რესურსად სულ რაღაც 150-200 წლის წინ. ახლა კი ჩვენ მას ვიდეოში უბრალოდ ვყრით და არ ვიცი, შეიძლება სასუქად გამოვიყენოთ, არასასუქად გამოვიყენოთ. და ვანგრევთ მტრედის ბუდეებს. პატარა ჯუჯუიანი კაცები, რატო იჩაგრებიან, აი ვერ ხვდები, აი რატო ჩაგრავენ, პატარა ჯუჯუიან კაცებს ჩაგრავენ. მე უნდა შევკრა პატარა ჯუჯუიანი კაცების თერაპიული საღამოს უნდა ჩავატაროთ, თუ დღის სეანსი უნდა იყოს, აი მაგას ვერ ხვდები. დღის რა პერიოდში ჯობია პატარა ჯუჯუიანი კაცების შეხვედრის ჩატარება. წრეზე დავჭდებით და რას ვიზამთ. სანტიმეტრიანებს დავიკავებთ ასე ხელში და ყველას აი ცერათითი ექნება მიდებული აი რამდენი სანტიმეტრზეც აქ გაჩერებული. არა, ეგ არ გვატყობს. ეგრე ყველა მერე ის პატარა ვიღაცას რო პატარა ჭუჭუ აქვს და იმას უფრო პატარა ჭუჭუ აქვს, ის პატარა ჭუჭუიანი იმ უფრო პატარა ჭუჭუიანს უფრო დააბულინგებს და უფრო პატარა ჭუჭუიანი გამოჩნდება. არა, არ გვატყობს ეგრე. არ შეიძლება. არასერიოზული საუბარი ადამიანებს შორის არ შეიძლება. ხო და რა მოხდა ახლა? ბევრი გაკვეთილი მიგვიღია ცხოვრებიდან, ბევრსაც მივიღებთ და ერთადერთი რამ აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ადამიანებს აუცილებლად უნდა გაგვაჩნდეს ემპათია და ეს ემპათია უნდა ემსახურებოდეს ნაგვის გატანას. ნაგვის გატანა ზოგადად როგორც პირადი ცხოვრებიდან, ასევე საკუთარი ეზოდანაც იწყება. და ეს ეზო ყოველთვის უნდა იყოს პირველ რიგში საკუთარი. სხვის ეზოზე ჩვენ არ გვაქვს სადარდებელი, რადგან სხვის ეზოს ის მეზობელი მიხედავს, რომლის საკუთრებაშიც არის ეს სახლი. აუცილებელია, რომ ადამიანები შევთანხმდეთ იმაზე, რომ ერთმანეთის პირადი სივრცე, პირადი ნივთები, ასე შემდეგ, არც უნდა დავაზიანოთ, არ უნდა შეურაცხყოთ ვიღაცა უნებლიეთ, ან რამე ნიადაგი თუ არ გაგვაჩნია და ისედაც ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ საკუთარი სიზღი და საკუთარი ძღნერი ყოველთვის დავიტოვოთ ჩვენში, ან გავანიავოთ. ყოველთვის სუნი როცა დგება, ეს სუნი არის პირადი და სხვაში არ უნდა ვეძებოთ ეს ყველაფერი. ჩვენი ეს ვოიაჟი ემსახურებოდა იმის გამოხატულებას, რომ ადამიანებმა ყოველთვის საკუთარი ეზოდან უნდა დავიწყოთ ნაგვის გატანა. თუ სამეზობლოს ეზოში ვხედავთ ძღნერს, ჯერ საკუთარი უნდა შევამოწმოთ, გასატანია თუ არა ჩვენი ეზოდან ეს დიდი მასიური ძღნერი, რომელიც ჩვენ გავიტანეთ და კარგად არის აღბეჭდილი ყველაფერი აქ. ხედავთ როგორ დავიღალეთ, როგორც სუნით, ისე ძღნერის თრევით და ასე შემდეგ. მღლის. საკუთარი ძღნერის სუნით აყროლებული ადამიანები ხშირად სხვა უდანაშაულო ადამიანებზე გადადიან ხოლმე აგრესიით, შეტევით, რათა ეს სუნი გაანეიტრალონ. მაგრამ სამწუხაროდ ვიღებთ ერთ დიდ კონფლიქტს და ყველანი მერე ამ დიდ ძღნერში ვიხარშევით. სულ ეს იყო ჩვენი თავგადასავალი. რაც კინა ის და არ ვქვი, არ ვიცი. მე გავნადგურდი, ოღონდ მართლა. ჯერ არ დაგვიმთავრებია თან არც დაგვიმთავრებია. ამას მეორე ეპიზოდი ექნება, Timelapse-ის მეორე ეპიზოდიც იქნება. Timelapse-ის მეორე ეპიზოდი იქნება, სადაც დანარჩენ მხარეებსაც ვანგრევთ, რაც დარჩა. ძალიან ბევრ ამის დავანგრევთ კიდევ ამ ქვეყანაში. ძალიან ბევრ ამის დავანგრევთ და ნაგავს და ძღნერს გავიტან ჯერ საკუთარი ეზოებიდან და შემდეგ უკვე მეზობლებსაც გადავწყვდებით. თან მეზობლებს როგორ მეზობლებს უნდა გადავწყვდეთ, რომელებიც პირიქით ყველანაირად
ცდილობენ რომ საკუთარი ცხნერი აქეთ ჩვენს ეზოში გადმოაგდონ. აი ეგეთ მეზობლებს რა ეკუთვნით ერთი მითხარი. იმის გარდა რომ ჩახუტებით მოვაგარეთ პრობლემას. მართალია. ცხნერიანები უნდა ჩავეხოდოთ. უნდა კარგად ამოვითხვაროთ მტრედის კინტში და მივიდეთ. ხო, გვექნება მე გპირდები ყველა იმ კომენტარის ავტორს სანდრო გუდაძეს და ლუკა ვარდიაშვილს ორივეს ვპირდები რომ ეს მაგიდა დაიმტრევა ერთ ეპიზოდში და აღარ იყანყალებს. ოღონდ თუ იმის საშუალება მოგვეცემა რომ მაგიდა გამოცავოთ თორე რაზე უნდა დავდოთ მე რამე. ერთი ეპიზოდი გვექნება მასალების ყიდვა და ახალი მაგიდის გაკეთება. ახალი მაგიდის გაკეთება. კი ბატონო. ერთ ახალ მაგიდას სანამ ახალ მაგიდა ისთვის ფულს შევაგროვებთ, მანამდე ეს გვაქვს. კი, მანამდე ეს გვაქვს. თორე ახალი მაგიდა თქვენზეა. კი ბატონო. დანარჩენი ახლა ისევე შეგახსენებთ თუ აქამდე მოხვედით და არ გადაგირთავთ, არ გამოგირთავთ, არ დაგიპაუზებიათ, არ გაგიჯმეინებივართ. აქვე ისევ გთხოვთ გამოიწეროთ, დაგვასაბსკრაიბოთ, ლაიქიც მოარტყათ, თუ ამის შნო გექნებათ. გინება დაგვიწერეთ აუცილებლად კომენტარში. კი. ასევე ვკითხეთ რისი კითხვას გინდათ, ნებისმიერი რამის არ გვაქვს არც ცენზურა, არც ვშლით, არაფერს არ ვაკეთებთ. მსგავს, იმიტომ რომ ყველას თავისი აზრის გამოხატვის საშუალება აქვს და როგორც უნდა ისე გამოხატოს, ვკითხეთ რაც გინდათ, როგორ ასე შემდეგ. ვისაც სურვილი გექნებათ გადაცემაში მოსვლის, მოგწერეთ Gmail-ზე, რა მიმართულების ხართ, რაზე გინდათ საუბარი, ასე შემდეგ და თქვენ და ჩვენ აუცილებლად დაგიბრუნეთ პასუხს. ძალიან დიდი მადლობა. გამოიწერეთ ოკროპოკრო. ოკროპოკრო ხალხის ხელში. და ხალხის ძალა. შემდეგ შეხვედრამდე არ ქვია ამას და შემდეგ იმამდე. შემდეგ ბჟოტიალამდე. შემდეგ ბჟოტიალამდე. კარგად. Peace. Ambriusi Beatles. Ambriusi Beatles.